რა გადაწყვეტილებას მიიღებთ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. იფიქრეთ საკუთარ თავზე და თქვენ პარტნიორზე. მე კი ვნახავ ეხანდელი სიტუაციის სიგნიფიკატორს, თუ რეზონირ და შეგიძლიათ დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე, გააგრძელოთ ყურება. ბალანსისთვის თხოვნა მექნება, რომ დაალაიქოთ ვიდეო და კომენტარში რაღაც სასიამოვნო თუნდაც ემოცია, გულის ემოცია, ღიმილის სმაილი მაინც დაწეროთ. და გამიზიაროთ თქვენი მოსაზრება. ეხანდელ სიტუაციას რაც შეეხება თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის. ახლა ვიტყოდი, რომ ურთიერთობა თითქოს ჩიხშია აქ შესული და საკმაოდ რთული მდგომარეობა. შესაძლებელია რაღაც თვალსაზრისით დაპაუზებულიც იყოს და დიდი ხანია ერთ ადგილას დგას და ერთი ადგილის ტკეპნა ჩანს აქ ურთიერთობაში, როგორც ესე და ცოტა მოსაწყენიც კი არის. აქ ხელფეხშეკრული მდგომარეობებია ძალიან ბევრი, ძალიან დიდი დოზით, აი თითქოს ადგილიდან ვერ იწვრის, აქ ჩანს ძალიან ბევრი დაღლა, გადატვირთვა, შეიძლება ერთმანეთი დაღალეს პარტნიორობა, შეიძლება საერთოდ რომელიღაცა მხარე უკვე დაიღალეთ, უკვე ყელშიც კი გაქვთ ამოსული ეს სიტუაცია, ეს მდგომარეობა, რაც ამ ურთიერთობაში ხდება და აღარ იცით როგორ მოიქცეთ, აღარ იცით გამოსავალი სად არის, ცოტა აი დაღლის ენერგიები ბევრი ამოდის აქ ურთიერთობაში და შეიძლება არათანაბრად არის ძალები გადანაწილებული ურთიერთობაში, ერთს მეტი პასუხისგებლობა აქვს, ერთი მეტ რამეს აკეთებს ურთიერთობისთვის, მეორე თქვა ცოტა უფრო ისეთივე პასუხისგებლობით არ ეკიდებოდეს ურთიერთობას და სიტუაციას. აქ რაღაცა ფაქტორები არის, რის გამოც ურთიერთობა ფერხდება. შეიძლება ბევრი მესამე ფაქტორი იყოს სიტუაციაში, რაც არც პარტნიორზეა დამოკიდებული და არც თქვენზე ბოლომდე ამ სიტუაციების მართვა. ეხლა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან დაკავშირებით თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მის გადაწყვეტილებას რაც შეეხება თქვენთან ეხლა თუ დაპაუზებულია გამოვა კონტაქტზე, გამოჩნდება ამიტომ ძალიან დიდი სითბო, ძალიან დიდი ვნება, სიყვარული, თბილი ემოციები, აი თბილი ნაზი გრძნობები, ბევრი გააჩნიათ, თუ ხედავთ კარტს, არ მინდა ძალიან ახლოს მოვაახლოვო, რომ მე არ დაბლოკოს მან სოციალურ ქსელმა. აქ ჩანს მის მხრიდან, როგორც ვთქვით, ბევრი გრძნობა, ბევრი ემოცია, გამოავლეს კიდეც ეს ადამიანი, მოვა კიდეც თქვენამდე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თითქოს ბოლომდე სანდო არ არის ეს ადამიანი და რაღაც მომენტში არ გიჩვენოთ, რომ ბოლომდე დაეყრდნოთ და ითქვათ, რომ всё, მორჩა ეს თუ მოვიდა, ესე იგი ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ეს შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ აქ ცოტა ტყუილები, ცოტა რაღაცა მანიპულაციები, რეალობის შელამაზება, სხვანაირად წარმოჩენა რაღაცა ფაქტების, სიტუაციების ჩანს, იმიტომ რომ თქვა თუ რაღაცა კონფლიქტები აირდოს ურთიერთობაში, სირთულეებს გაექცეს, არ უნდა რაღაცეების ახსნა, განმარტებები და შეიძლება ტყუილები იყოს და რეალობის ცოტა სხვანაირად დანახება. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამიზიარეთ კომენტარში თქვენი მოსაზრება.